უყურა კარლო კახაკალაძემ როგორც წვალობს კასპის საწყალი მერი გენდერული ნიშნით ტუალეტების მშენებლობაზე, რამდენი სირთულე ხვდება. მერე იფიქრა და გენიალურ გადაწყვეტილებას მიაგნო. თბილისის საკრებულოში იგივე პრობლემა რომ არ დაუდგეს და გენდერული ნიშნით დაყოფილი ტუალეტები არ გაუხდეს მერე მოსავლელი, მაგენტერს სულ გააუქმებს. თელს გენდერს გააუქმებს. უჭირს ეთყობა კოდს ტუალეტების ნიშნების გარჩევა. არ იცის რომელ კარს ეცეს და განსაკუთრებით უჭირს, როცა უჭირს. ამიტომ ამ ნიშანს სულ გააუქმებს და დატოვებს მხოლოდ აი ამას. როგორ? უმარტივესად. საკრებულოს პროჭორილთა კანდიდატებად კალაძემ 25 კაციდან 25 კაცი წარადგინა. 25 მამრი და არც ერთი ქალი, არც ერთი. წამლადაც კი, თვალს რომ წყალი დაალევინო, წაეკეკლოცო, ეფლირტაო, არა, მორჩა ეგ ამბავი. იქნებიან მხოლოდ მამრები და სხვა არავინ. ქალს რა უნდა საკრებულოში? ქალი ვიცი ჩვენ კუხნაში, ქმარსა და ბავშვებს აჭამოს, ასვას, დაარეცხოს, დააუთოოს, დაალაგოს, დააკრიალდოს, დააწიკწიკოს, კალუშები გააპრიალოს. ამებს რომ მოითავებს კი, საყურელ მეუღლესა და მარჩენალს ნიჩშე წაუკითხოს. მოკლე ამონარიდები, ძირთად ნაწილები. ხმამაღლა და გარკვევით ოღონდ. ხოლო თუ მაინც და მაინც მუშაობის გარეშე ვერძელებს ახლა და ანაბუჯით ფსიხ, შეუძლია მოცალეობის ჟამს კუბოებით ალოს, ვარდისფრად ღებოს და ჭერში აწყოს. რაიცი ამ ქმრის ხელში როდის დაგჭირდება? არა გახი.